შუა დღემშვიდობის სამეგობრებო და ეს მინდა რომ გავაჟღერო კვლავ თემა დავასრულოთ იუდას როლი ქრისტესთან მიმართებაში. ნებისმიერი თქვენგანი რომელიც იუდას შესახებ რამე ინფორმაციას დაწერს ძალიან გთხოვთ რომ ესე იგი გადაამოწმოთ წინა ლაივი მე და ლევან პეტლიაშვილის ლაივი აქ შეგიგდებთ იმ YouTube გვერდის ლინკს სადაც ეს ვიდეო არის ატვირთული და შეგიძლიათ იქ მოისმინოთ 3 საათიანი საუბარი და ამ 3 საათიან საუბარში თქვენ შეძლებთ ძალიან ბევრი რამის გარკვევას. ბოლომდე რომ მოისმენთ, აი მე შეგიძლიათ თქვენი კომენტარი დაწეროთ და თხოვნა არის რომ ბოლომდე მოისმინეთ, იქ არის დაჩქარება შეგიძლიათ 3 საათიანი საათნახევარში ნახოთ, 3 საათიანი ვიდეო საათნახევარში ნახოთ და კომენტარს ჩაგიგდებთ აი აქ ჩემს გვერდზე ამ YouTube ვიდეოსი. ეხლა დავიწყოთ, ესე იგი ანა წერს რომ კი არ დაავალა იესომ იცოდა რომ ღალატობდა და შეახსენა რასაც აპირებდა და იქნებ გადაიფიქროსო, მაგრამ ვერცხლზე დახარბებული და შურით სავსე ვერ გადაიფიქრებდა და უღალატა. მეგობრებო, აი ეს არის იუდას როგორი დამახინჯებული აღქმა, იცი, აი ძალიან დამახინჯებული, როგორ დამახინჯებულ აღქმასაც იუდაზე გვაწვდიან ეკლესიებში ალბათ რა, იმიტომ რომ ძალიან ბევრს აქვს ეს აზრი გაჩენილი, რომ ვერცხლზე დახარბებულია იუდა. და შურით სავსეა რა. ერთი ის რომ შურით სავსე იყო ყველა მოწაფე ქრისტეს მიმართ, ყველა მამაკაცი მოწაფე იცოდეთ რა. მარტო იუდა არ ყოფილა შურით სავსე. მეორე ის რომ იუდას შური იესოს მიმართ ეს ჩვენ არაფერს არ გვიშავებს და მეორე ის რომ ქმედება რომელიც გააკეთა იუდამ, რომელიც უშუალოდ ქრისტეს აზიანებს, ეს იყო მისი დავალება, რომელიც უნდა გაეკეთებინა რა. არ იქნებოდა იუდა, იქნებოდა სხვა, იმიტომ რომ უნდა აღსრულებულიყო წერილი. ხო? აი ცოტა გახსნილი გონებით მოაზროვნე ადამიანი ყველა ამას იგებს რომ თუ არ იქნებოდა იუდა ვიღაცა სხვა უნდა შეესრულებინა ეს საკითხი რა და გუშინ ძალიან ბევრი მაგალითი მოვიყვანეთ იმისა რომ ეს საკითხი უნდა აღსრულებულიყო. ქრისტე პირდაპირ ეუბნება ამ ხალხს ქრისტე პირდაპირ ეუბნება ამ ხალხს რომ თავის ხალხს რომ ჩაიდე მახვილიო, თუ არ აღსრულდება ეს, აბა როგორ გინდათო რა. და იცით რა არის, მეგობრებო, აი ახლა გეუბნებით რა ერთ რამეს რა, რომ იუდას საკითხი, ხო? ჩვენი განსახილველი არ არის რა. იუდამ რომ ქრისტე გასცა, ეს მისი დავალება იყო. ვიღაცას უნდა გაეცა იუდა, იმიტომ რომ წერილის მიხედვით ვიღაცას უნდა გაეცა იუდა, ხო? წერილების მიხედვით უნდა ყოფილიყო ქრისტეს ღმერთის ძის შეწირვა, ანუ კაცის ძის შეწირვა და იუდას ნუ გადაატეხეთ ყველაფერი რა. აი მე გეტყვით ერთ რამეს რა. საერთოდ არაფერ შუაში არ იქნებოდა იუდა წერილები რო არ დაწერილიყო ისეთი, რაც უნდა მომხდარიყო. მაგალითად უნდა მომხდარიყო, წერილი იყო, ხო? წერილი იყო, წერილის მიხედვით ყველაფერი თითქოს და ისე ხდებოდა, როგორც წერილში ეწერა. ასე ამბობს ქრისტეც, უნდა ახდეს, აღსრულდეს, უნდა აღსრულდეს, რა უნდა აღსრულდეს? აი ვინ დაწერა ის, რომ ქრისტეს სისხლშეწირვა უნდა მომხდარიყო, იესოსი. ყველაზე დიდი დამნაშავე. ხო, თუ კი ვინმეს თითი უნდა მიუშვიროს ვინმეზე, ეს არის ის ადამიანი, ვინც დაწერა ეს. და ვინ დაწერა ის, რომ უნდა მომხდარიყო ეს ყველაფერი? აი ვინ დაწერა? იცის ვინმე ვინ დაწერა?
ეს წერილები საწერია, რომ ქრისტეს ჯვარცმა უნდა მომხდარიყო. აი, სადმე წერია? თუ არ წერია, მაშინ რატო გვეუბნებიან სახარებაში და რატო არის ამაზე საუბარი ყოველ წამწუთს, რომ უნდა აღსრულდეს სიტყვა, როგორც წერია, ისე უნდა აღსრულდეს. გაანებე თავი პეტრე, ნუ მოაჭრი ყურს, ქრისტე ეუბნება, ხო? ეხლა პირდაპირ მნიშვნელობით იქ როგორც წერია, ისე კი არა, სხვა დიალოგითაც შეგვიძლია ვთქვათ, არ მოაჭრა ყური, უნდა აღსრულდეს ის, რაც წერია. უნდა ვეცვამე ჯვარს, ანუ პირდაპირ მნიშვნელობით ამას ეუბნება ქრისტე. წადი, გააკეთე შენი საქმე. დროულად, დროზე ქენი, მიდი, ადეკე, აი, გაზიარე და წადი ეხლა დროზე ეუბნება იუდას, გუშინ ვისაუბრეთ ამაზე 3 საათი. და ვიღაცა წერს ისევ, რომ აი, იუდა არ არის ერთადერთი დამნაშავე იმ საკითხში, მეგობრებო რა. და საერთოდ იუდა დამნაშავე არაფერში არ არის, რო იცოდეთ რა. იუდას თავისი სისუსტე, ვერცხლთმოყვარეობა აქვს თუ არა აქვს, ეს არ ჩემი საქმეა და არ შენი საქმეა. იუდა თავის პირადში რას აკეთებს? იუდა თავს მოიკლავს მერე თუ არა, არც შენ გაზიანებს და არც მე რა. ერთადერთი რაც შეიძლება იუდას მოუდოთ შარად, ეს არის რატო გაეცი ქრისტე. რატო გაეცი, რატო გააკეთე ეს? შენ ხა იმის გამო რომ ვერცხლი გიყვარდა თუ იმის გამო რომ ქრისტემ დაგავალა თუ იმის გამო რომ 1000 რაღაცა მიზეზი შეიძლება იყოს და ქონოდა იუდას რატომაც გასცა ქრისტე, მაგრამ ერთადერთი მიზეზი რატომაც გასცა იუდამ ქრისტე და აი არ ვიცი რამდენჯერ უნდა ვთქვა და ალბათ ამ დაპროგრამებულ ტვინებში მაშინ შევა როცა 1000 ჯერ ვიტყვი, ერთადერთი მიზეზი რატომაც იუდამ ქრისტე გასცა სახარებისეული ენით არის ის რომ უნდა აღსრულებულიყო წერილი. გესმით? წერილი უნდა აღსრულებულიყო, გესმით? კიდევ თქვა? წერილი უნდა აღსრულებულიყო. უნდა გაცემულიყო ქრისტე, უნდა ეცვათ ქრისტე ჯვარს, უნდა მომკვდარიყო და ჩვენ ისე დებილები ვით, უნდა დავრჩენილიყავით, ვერაფერი ვერ გაგვიგო, მაინც ქრისტემ რა თქვა. ეხლა ეს ოდნავ ირონიაში გადავედი რა. ანუ ქრისტე უნდა შეწირულიყო, იმიტომ რომ ჩვენ ვეხსენით, მაგრამ ჩვენ ისევ დებილები დავრჩით. იდეაში ქრისტე უნდა შეწირულიყო, რომ ჩვენ ვეხსენით სიბნელისაგან. და კი შეეწირა ქრისტე, მაგრამ სიბნელისაგან მაინც ვერ გვიხსნა. ეხლა არ მითხრეთ რომ კიო გვიხსნაო, აბა გაიხედეთ ეხლა დღეს დედამიწაზე რაც ხდება, ისეთი სიბნელე არასდროს არ ყოფილა არც ქრისტეს დროს. ის რაც დღეს დედამიწაზე ხდება ხალხო რა. არ მითხრათ ეხლა რომ დღეს ერთი წუთით რა ხდება? ხო, არ მითხრათ ეხლა რომ დღეს მეტი ქრისტიანი ვართო რა. არ მითხრათ ეხლა რომ დღეს მეტი შეგნებული ადამიანი ვართო რა. აი, კი ბატონო, რომ ადრე ქოლავდნენ ქალებს. აბა დღეს რას უშვებიან ქალებს? აბა გაიხედეთ დღეს რას უშვებიან ქალებს? რა, ჩაქოლვა, მაინც ჩაქოლვა არის ცუდი? ის რაც დღეს ქალებს მოსდით სხვადასხვა ქვეყნებში და სხვადასხვა თუნდაც ქრისტიანებში. ქალის არც ერთი პატივისცემა არ მინახავს მე საქართველოში რა. ერთადერთი თუ ქალი მაგარი ტიპია, იმას პატივისცემენ, მაგრამ თუ ქალი ცოტა ესეთი სუსტია, იმას აჩმორებენ მაგრად რა. მაგრად აჩმორებენ. ჯერ ეგერთიც ეს პროსტიტუცია ჩაქოლვაზე უარესი არ არის? პროსტიტუცია კაცი რო ცოლიანი კაცი რომ პროსტიტუტკასთან წავა და იმასთან ინებიურებს და დაიკმაყოფილებს ვნებებს. აი გავანებოთ ახლა მაგას იუდას დაუბრუნდეთ. იუდას გაანებეთ თავი რა. იუდა იყო ეშმაკი. იუდა აირჩია ქრისტემ. იუდა თანდაყვებოდა ქრისტეს. იცოდა ქრისტემ რასაც გააკეთებდა იუდა თავიდანვე. სანამ დაიბადებოდა მაშინ იცოდა. ქრისტემ იცოდა ვინც იყო იუდა, კი ბატონო. მაგრამ ქრისტემ არ დადგა და არ უთქვავს რომ ეს დამპალი კაცი და ეს ცუდი კაცი. ხო? არ უთქვავს. და შენ რატო ამბობ, ვერ გავიგე. აი შენ რა უფლებით იწყებ იუდას
გაკიცხვას რა, მითხარი რა. ჯერ ეგერთიც ქრისტე ასრულებინებს თავის საქმეს, იმიტომ რომ ქრისტე მიცის რომ უნდა შესრულდეს მისი ჯვარცმა და აბა ბიჭო, იუდა თუ არ იქნებოდა, მაშინ დავარქვათ მიშკა იქნებოდა ვიღაცა მიშკა, ის მიშკა იქნებოდა მერე ცუდი? მერე იმას მიუშვერდით თიც? ვიღაცას ხონდა ექნა ეს ამბავი არა? ერთი და იგივე ვილაპარაკებ ახლა, იმიტომ რომ ერთი და იგივე როგორც ჩანს ვერ იგებს ხალხი რა ხდება აქ. აი იუდამ გასცა იესო. ეს იცოდა ღმერთმა სანამ დაიბადებოდა იესო, მანამდე რომ იუდას უნდა გაეცა ქრისტე უნდა ასულიყო ჯვარზე და მომკვდარიყო ჩვენს გამო. ეხლა მე პირდაპირ მნიშვნელობით გეუბნებით, აქ დამნაშავე მწერალია, იმ წერილებს ვინც წერს თუ ღმერთია დამნაშავე, რომ აი ესეთ რაღაცას აგეგმარებს. ეხლა არ მითხრათ, რომ ღმერთის ნების გარეშე მოხდა ის, რაც ადამიანებმა გააკეთეს. ყველაფერი ღმერთის ნებით ხდებაო, ხო? თავისუფალი ნება მისცა ადამიანს ღმერთმა. რა თავისუფალი ნება მისცა? თუ ღმერთი აძლევს ადამიანს იმის უფლებას, რომ თავისი ძე მოკლას, ნებით ამ მისითა, ანუ თუ ღმერთის ნების გარეშე არაფერი არ ხდება, ესე იგი ღმერთის ნებით მომხდარა, ადამიანის ნებას რატო აბრალებს? აი მითხარით ხო შეიძლება რომ თუ მე არ მაძლევს უფლებას რომ ავდგე და ეხლა წავიდე და რაც მინდა ის ვაკეთო, მაგალითად გავშიშვლდე, ნუ ეხლა თქო უნდა გაშიშვლება არც მინდა, მაგრამ თქვათ მინდა გაშიშვლება და მინდა რომ გავიდე შიშველი გარეთ. მაგის უფლებას თუ არ მაძლევს და მიკრძალოსო, ეს ცუდია და მრუშობაა თუ რა ვიცი ჯანდაბაა. იმის ნებას რატო აძლევს რომ თავისი ძე მოკლან? მითხარი? ბიჭო, თუ ერთ ადამიანს რაღაცა ნებაში ერევა და იმას არ აძლევს იმის ნებას რომ ის გააკეთოს, აი მაგალითად ვიღაცას უნდა მოეკლა ვიღაცა, ხო? და იმას ხელი შეუშალა იმაში რომ ის მეორე არ მოეკლა. იმას თუ ხელი შეუშალა და ითქვიან რომ აი ღმერთმა დაიფარა და ღმერთმა ის გადაარჩინა. თუ ის დაიფარა და ის გადაარჩინა, თავისმა ძემ რა დააშავა? რატო ვერ მოახერხა ღმერთმა რომ კაცობრიობა მანამდე მოეყვანა გონს, სანამ თავის ძე შეეწირებოდა? უნაროა? რა ეს ყველაფერი რაც ხდება ღმერთის გეგმა არ არის? მაშინ ღმერთმა არ იცის რა შექმნა. მაშინ ღმერთს ვართმევთ იმ ყოვლად შემძლეობას, რომელიც მივაწერეთ, რომ ყოვლად შემძლეა ღმერთი. თუ ყოვლად შემძლეა ღმერთი და იცის წარსული აწყვე მომავალი, არ იცის რომ მოხდება ის, როდესაც ქმნის ადამიანს, რომ მოხდება ის, რომ ისეთ სიბნელეში ჩაჯდებიან, რომ თავისი ძის შეწირვაც დასჭირდება, შეიძლება და იმანაც ვერ უშველოს? არ იცის ეს ყველაფერი ღმერთმა? ესე იგი, მოდი თითი ვის დავადოთ რა, ჩვენ თავებს ვინც შექმნა, თუ იმან ვინც შექმნა და ყოვლად შემძლეა და იცის რასაც გავაკეთებთ. რა იუდა ხალხო? იუდა რა შუაშია საერთოდ რა? აი ღმერთი ვინც ქმნის ყველაფერს რა. იმან არ იცის რა მოხდება? ჩვენ გვაძლევს თავისუფალ ნებას, ხო? და თან გვიკრძალავს? თან თავისუფალ ნებას გვაძლევს და თან გვიკრძალავს რაღაცეებს? ვინ არის დამნაშავე ამ საკითხში? სუთავში წავიდეთ, აი სუფესებში წავიდეთ, ეხა იუდა რა შუაშია, ბიჭო, იუდა გასცემდა, არ გასცემდა. იუდამ გასცა და მერე იმებმა რა გააკეთა? თქვათ იუდამ გასცა, ეგ საზიზღარი ეგა როგორ გასცა ქრისტე. და იმათთან რომ მოკლეს, იუდას ბრალია იმათმა რომ მოკლეს. იუდამ გასცა, მაგრამ იმ უღდელმა უნდა მოკლას? რა შუაშია იუდა საერთოდ ხალხო აქ რა? იუდამ გააკეთა თავისი საქმე, ხო? საქმე რო გააკეთა, რატო არ უფასებ იმ საქმეს, მითხარით? იმას რატო არ უფასებ, რომ იმ იუდამ თავისი საქმე გააკეთა? რატო უფასურებ იმ საქმეს, რაც გააკეთა? თავი რომ მოიკლა მაგიტომ? აბა ეხლა ჩემმა მეზობლიშვილმაც თავი მოიკლა და ყოველ წამწუთს ვაძახო, რომ თავი მოიკლა შეშურა რა საზიზღარიაო? თავის მოკლა რა შუაშია? იუდამ რომ თავი მოიკლა, მანდ რა ეშმაკი შეუძ ბიჭო, ეშმაკი შეუძა, ეშმაკი გვიძრება ჩვენ ყველას ყოველ წამში და ყოველ ნაბიჯში, მაგრამ
ეგლა ერთმანეთს ვაძაგოთ, რომ ეშმაკისეულო იქ თავი რატო მოიკლა შენმა შვილმა და იქ თავი რატო მოიკლა იმ კაცმა და იქ თავი რატო მოიკლა ვიღაცამ. მოიკლა თავი და იმას მოეკითხება თავისი სასჯელი და შენ რა შუაში ხარ ახლა იუდას თავის მოკლასთან რა. სამაგიეროდ პეტრემ ისეთი უღალატა ქრისტეს რომ მაგას თავის მოკლა ჯობდა რა. ხო და მაინტერესებს რა ერთი თვითს რომ უშვერთ იუდას და იუდაზე რომ გადავტეხეთ ყველაფერი რა. მე პირდაპირ მნიშვნელობით გეტყვით რომ არც იუდას ბრალია ეგ რომ მოხდა. არც ანას და კაიაფას ბრალია ის რაც მოხდა. არც იესო ქრისტეს ბრალია და არც ადამიანების ბრალია ის რაც მოხდა. ღმერთის ბრალია ყველაფერი გეტყვით რა. ბიჭო ღმერთი რო ქმნის რაღაცას და იცის ყველაფერი წინასწარ რა მოხდება რა არ მოხდება ესე იგი მისი თამაშია. ის თამაშობს ესეთი თამაში უნდოდა რომ ეთამაშა. მან შექმნა, იცის რა მოხდება, მაგრამ მაინც გააკეთა, მაინც შექმნა, მაინც ითამაშა ღმერთმა. და საერთოდ რო აეცილებინა ღმერთს ეს ყველაფერი არ უნდოდა? მე მიუშვარ ღმერთს თიც რა. ვიღაც ახლა დაიწყებს რომ აი შენ არაფერი არ გესმის სახარების რო კარგად გავიგე, მაგიტომ გეუბნებით რა. თავი და თავი ამ ყველაფრისა, ვინც ქმნის ამ ყველაფერს, იმის ბრალია რა. და ვინ შექმნა ღმერთმა, ხო? ამ ღმერთს სახელი აქვს არ აქვს, ეგ არ მაინტერესებს რა. ვიღაცამ ხო შექმნა. აი იმის ბრალია რა. იმან ვინც შექმნა და ვინც იცოდა აწყოts წარსულს და მომავალიც, იმის ბრალია ყველაფერი. და იმას მიუშვერ პირდაპირ თითს. მე კი არ ვარ დამნაშავე შენ რომ შემქმენი და აი ესეთ ვითარებაში მომახვიდე. შენ ხარ დამნაშავე. შენ ხარ დამნაშავე რომ შემქმენი მე მიუხედავად იმისა რომ იცოდი რას გავაკეთებ. შენ ხარ დამნაშავე, შენ. ღმერთს უშვერ ახლა ხელს რა, იმ შემქმნელს და შემოქმედს. ხო ხარ შემოქმედი, ხო იცი რასაც გააკეთებდი, ხო იცი რა არის შენი ქმნილება. მერე ვინ რა იუდა და რა კაიაფა და ვისი ბრალია საერთოდ რამე? შენი ბრალია. შემოქმედის ბრალია. რა შემოქმედა შექმნა და ისო რა ქვია მითხრა რომ აი აქ ნაყოფია არ უნდა ჭამო, იქ ნაყოფია უნდა ჭამო. და ბიჭო არ შექმნა ისეთი ნაყოფი რაც არ უნდა ჭამო. რატო შექმენი, რატო მაცდუნებ ვითხარი? ნაყოფი ხო არის რაც არ უნდა ჭამო და არც მითხრა ამის შესახებ საერთოდ რა. საერთოდ ნუ შექმნი და ნუ ჩამაგდებ იმ მდგომარეობაში რომ მე რამე უნდა არ უნდა ვჭამო ან საშიშია იქ რა. საშიშ რაღაცებს რატო ქმნი? აი გეკითხები რა, შემოქმედს ვეკითხები. რატო ქმნი საშიშ რამეებს საერთოდ? იმიტომ რომ მაცდუნო, ხო? და ხო იცი რომ ვწდუნდები, კაცო, ადრე თუ გვიან ხო იცი რომ ვწდუნდები, ან დებილი ხარ, არ იცი. და თუ იცი, მაშინ რაღა გინდა, ვერ გავიგე, ან რაღაც მეუბნები, თუ იცი რომ მაინც შევჭამ, იქ ის ხილია არ შეჭამ, ხო იცი რომ მაინც შევჭამ და რაღაცო მეუბნები. ან საერთოდ რა გინდა? აი რა გინდა, ქმნი რაღაცას, რომელმაც წინასწარ იცი, რას გააკეთებს ეს ქმნილება. და იქ რეებს ეთამაშები ამ საწყალ ქმნილებას, რომ იქ რაღაცა იქ დაუდებ, ის არ უნდა შეჭამოს, ვიცი რომ შეჭამს, მაგრამ ის მაინც არ უნდა შეჭამოს, ესე ვეტყვი, ის მერე შეჭამს, მერე ინანებს, მერე დაიტანჯება, მერე დავწყევლი, წადი შენი დედაც ვატირე რა. ბიჭო, რას მქმნი თუ მქმნი? რას მიდება მახეებს? და თუ გინდა რომ კარგი სამოთხე არსებობდეს მუდამ და სულ ყოველთვის, მაშინ შექმენ ისეთი სამოთხე რომ იქ ცნუნება არ იყოს რა. მერე ხიბლი არ ექნება ცხოვრებას? აი მივედით ხიბლთან. ანუ ღმერთი ჩვენთან გვხიბლავს რაღაცეებით, რომ აზრი გაუჩნდეს ამ ცხოვრების არს საერთოდ. თან იცის რომ მაგარ შაში გავეხვევით და თან არ გვეხმარება, ნახე როგორ არ გვეხმარება. ქრისტეს თხოვს რომ ამარიდე ესასმირი არ ეხმარება. ვთხოვე რამდენჯერაც გინდა, ვთქვათ მე, ან ნებისმიერმა, რომ გადაგვარჩინე, არ მოეხმარა. და რა, ჩვენი რწმენა როდამდე უნდა გამოსცადო, უსასრულო ტანჯვაში რო ვიყოთ, მერე გამოცდი, როცა უსასრულოდ იტანჯება ხალხი და დაემხობა ეს ყველაფერი და
განადგურდება მერე გვიშველი? ყველაზე დიდი დამნაშავე შემოქმედი არის გეუბნებით რა და არა იუდა და არა ეშმაკი და ის შემოქმედმა რომელმაც შექმნა ეშმაკიც და ყველაფერი ის არის დამნაშავე რა არ იცოდა ეშმაკს რო ქმნიდა რომ ის დაეცემოდა არა შემოქმედმა არ იცოდა თუ არ იცოდა ესე იგი ყოვლად შემძლობას ნუ ვაწერთ რა მაშინ შემოქმედი არ ყოფილა ყოვლად შემძლე და არ ყოფილა ყოვლად ცოდნე და ეხლა არ მითხრათ რომ ლოგიკურობა ის გასცდა ღმერთი და ლოგიკაში არ ჯდება ღმერთის სწორედ მაგაშია საქმე ლოგიკაში ღმერთი არ ჯდება თურმე და იმ შიზოფრენიაში უნდა დავეთანხმოთ ღმერთს რომელ შიზოფრენიასაც გვთავაზობს ხო კი ბატონო დავეთანხმოთ არა მაქვს პრობლემა რა თუ გინდათ დავეთანხმოთ არც მაგაზე პრობლემა არ გამაჩნია მე და ქრისტე მიწოდა რომ გასცემდა ვერცხლს მოყარე იუდა საზიზღარი ეგა და გასცა იუდამ და ამან დააქცია ყველაფერი თურმე კაით რა ხალხო რა საბავშვო ბაღში აღარ გვინდა ცხოვრება რა გავიზარდოთ ცოტა რა გავიზარდოთ და გავიდეთ ამ სიდებილეებიდან ან დაგვიდონ ის წერილები სადაც სრულყოფილად წერია სინამდვილეში მართლა რა მოხდა და რაშია საქმე როგორც ქრისტე გვეუბნება რომ თქვენ ხართ ღმერთები და საბოლოო ჯამში იქამდე მივდივართ დასკვნამდე რომ ოდესღაც რაღაცა რომ შეიქმნა წყობრიდან გამოვიდა და კონტროლიდან გამოვიდა ვეღარ ვაკონტროლებთ და ღმერთებიც თქვენ ხართო გითხრა ქრისტემ რა ჩვენ თვითონვე ვართ ღმერთები და ჩვენ თვითონვე უნდა მოვაგვაროთ საკითხი აი ეს ლოგიკაში ჯდება რა და არა ის რომ შემოქმედ შეუძლია ყველაფერი და ჩვენ მარტო მონები ვართ მისი უნდა ვიძახოთ რომ საწყალი მონები ვართ და მონახტისა და მონახტისა ვართ და ის ღმერთი მოაგვარებს ყველაფერს რომელიც ვერ აგვარებს ვერაფერს თურმე რა არავინ არ მოგიგვარებს არაფერს ქრისტე გეუბნება რომ შენ ხარ ღმერთი შენ თვითონვე შექმენი ეს ყველაფერი იმიტომ რომ დედა შენშია და შენ ხარ დედაში დედამიწა არის ჩვენი შემქმნელი შენ ხარ დედაში და დედა შენშია თურმე ამასაც ამბობს ქრისტე და საბოლოო ჯამში შენი მოსაგვარებელი არის ისევ შენი ასაკრეფი არის ის ნეხვი რომელიც შენ დაანეხვე სადღაც რა ამას უფრო დიდი ძალა აქვს და ეს უფრო ლოგიკაში ჯდება და კაცობრიობას მიეცემა კვლავ თავისი პასუხისმგებლობის შეგრძნების უნარი ვიდრე ის რომ ჩვენ აი იმ ღმერთს ველოდოთ რომელიც ჩვენშია გესმის სადღაცა სხვაგან მომავალ ღმერთს ველოდოთ რომელიც ჩვენშია და ჩვენი წილი გასაკეთებელია ის ჩაჯმული საკითხი რაც შავაჯვით რა ამ დედამიწაზე რაც ცუდი რამეები ვქენით ანუ სად მივედით ისე ჩვენ თავებს მივუშვირეთ თითი რა ჩვენვე ვართ დამნაშავეები იმიტომ რომ ჩვენ ვართ ამ ყველაფრის შემოქმედი არავინ სხვა და არაფერი იქ სხვა იახოვა და იეღოვა და იეხვა და იახვე და ჯანდაბა ჩვენვე გავაკეთეთ ეს ყველაფერი ჩვენვე დავაშავეთ ჩვენვე მივქარეთ და ჩვენვე უნდა გამოვასწოროთ რა ღმერთი არაფერს შუაშია რა ღმერთი კი არა ზუსტადაც ღმერთია შუაში და ღმერთი კიდე არის ხალხის ერთობა შენ თავთან განვიხილეთ უკვე ეგ სიტყვა სვანურ ენაში როგორ გვეხმარება სვანური ენა რომ გავიგოთ რას ნიშნავს სიტყვა ღმერთი და იუდას რომ მიუშვირეთ ხელი და მარტო იუდაზე გადავტეხეთ ბიჭო მაგის დედაბატირე რა იუდა რის იუდა იუდამ გააკეთა თავისი საქმე და დაუფასე იმ ადამიანს საქმე გააკეთა რა არ მითხრა ახლა რომ არ გააკეთა კაი ამბავიო იუდა რო არ ყოფილიყო ვერც გაიგებდი ქრისტე ვინ არის რამე თუ იუდა ეუბნება იმ ქრისტე თავის მოწაფეებს რას აკეთებდო ბიჭო ესენი რომ მოკლათ და არ ახსრულდეს ის საქმე რასაც ღმერთი გვიქადაგებსო და გვიწერიაო დავიღუპეთო უნდა ახსრულდესო და რა ხმლებს აკნევთ აქეთ იქითო გესმის და გამანებით ახლა თავი იუდაზე რა ან მოდით გონს და
იაზროვნეთ, ან კიდე მიუშვირეთ ამ იუდას ხელი და დარჩით მაგ იუდაში რა. იუდას ვერ გაცდებით ეგრეთ ვიფიქრეთ რა. რომ აი მარტო იუდას ბრალია რომ გასცა. არა, ბებია თქვენისამ იუდამ გასცა და იუდამ მოკლა. ხო, იუდას გაკეთებულა თურმე ყველაფერი რა. იუდა ქრისტეზე მაგარი ყოფილა თურმე რა. რა, ქრისტეს სურვილი რო არ ყოფილიყო, იუდა რამეს იზავდა ქრისტეს ნების გარეშე? რა, ქრისტეში არ არის მამა და სული წმინდა? ანუ თქვენ იუდა ამით გამოგყავთ ქრისტეზე, მაღლა აყენებთ იუდას, ხო? იმიტომ რომ იუდამ თურმე ქრისტეს მოუგო გაცემით? ბებია თქვენისამ იუდამ კი არ მოუგო ქრისტეს გაცემით, არამედ იუდამ შეასრულა ქრისტეს დავალება. ვერ ხვდებით ხო ვერაფერს? ეხლა ხვდებით? შენ სანამ იტყვი რომ ყველაფერი ეშმაკის არის, ყველაფერი ეშმაკის იქნება, მაგრამ თუ იტყვი რომ ყველაფერი ღმერთის არის, მაშინ ყველაფერი ღმერთის იქნება. და შენ თუ ყველაფერზე იტყვი ეშმაკისეულიაო, ღმერთს არაფერს აღარ უტოვებ. ღმერთი ცარიელი რჩება მაშინ, თუ ყველაფერი ეშმაკის არის. და ქრისტესაც ართმევ ღმერთს. რო ეუბნები, რომ იუდა უფრო მაგარი ყოფილა ვიდრე ქრისტე რა, რომ იმან გასცა და იმით მოიგო, რომ აი იუდამ გასცა და ქრისტე მოკვდა. შახმატს თამაშობთ ეხლა რა. რა იუდამ გასცა და ქრისტე მოკვდა კაცო. ქრისტემ უბრძანა და იუდამ გააკეთა. შო. აი ეს არის უკვე აღმატებული იუდაზე აღმატებული ქრისტე. ქრისტემ უბრძანა, იუდამ გააკეთა. ხოლო ის რომ ქრისტემ არ იცოდა, ქრისტემ იცოდა და ვერაფერი გააკეთა იუდას წინააღმდეგ და იუდამ გასცა და ქრისტე მოკვდა, მაგიტომ ეგ არის უკვე იუდა აღმატებული ქრისტეზე. მიხვდით ახლა ხო? ხო და რომელიც გინდა ისე დააყენეთ რა თავზე. გინდა იუდა დააყენეთ თავზე და გინდა ქრისტე. მე მაგალითად გეუბნებით, რომ ქრისტემ უბრძანა, იუდამ თავისი საქმე შეასრულა. ისეთი საქმე შეასრულა, რომ მე ვეღარ აიტანა მისმა არსმა და თავი მოიგლა. აი ეს არის უკვე აღმატებული იუდაზე ქრისტე. ქრისტე აღმატებული იუდაზე. გესმით? სიტყვით, საქმით და ყველაფრით. ნუ ამოატრიალებთ ისევ რა. დააყენეთ ისე როგორც არის. ქრისტე არის აღმატებული იუდაზე, იცოდეთ რა. ქრისტემ უბრძანა, ქრისტემ შეასრულებინა თავისი დავალება იუდას. შო, მორჩა, ისევ ეშმაკს ნუ დააყენებთ რა ქრისტეზე მაღლა, ძალიან გთხოვთ რა. იუდა ხო არის ეშმაკი? არის. ვაღიაროთ რომ არის. კი, მერე ქრისტემ თავისთან აირჩია, მაინც თავისთან ყავს მოწაფეებში. რა, ქრისტე ორ მაგ თამაშს თამაშობს, რომ თან იცის რომ ბოროტია და თან კიდე იყენებს? ანუ ქრისტე გამომყენებლობით პოზიციაზე დავაყენოთ? არა, მეგობრებო, პირდაპირ გეუბნებით, ქრისტეს უყვარს იუდა. ქრისტე ელოდება რომ იუდას გამოსწორდება და თავისთან დაყავს. ანუ ეშმაკი თავის მეგობრებში მიიღო ქრისტემ. და თქვენ რატო ართმევთ ქრისტეს ამ უფლებებს ვერ გავიგე? ქრისტემ იუდა თავისთან წაიყვანა მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ეშმაკია. ქრისტემ უბრძანა ეშმაკს გააკეთოს თავისი საქმე და გააკეთებინა საქმე. რა გინდათ ახლა ვერ გავიგე? რომ პირიქით მოხდეს? ხო და მოდით ცოტა გონს რა. ერთი მიწერს რომ 8 წელია ვკითხულობ სახარებასა და მე მეგონა სახარებაში ერკვეოდე. ბიჭო, 8 წელი კი არა, შეიძლება 30 წელი იკითხო სახარება და ვერაფერი ვერ გაიგო მაინც რა. და ერთხელ წაიკითხო და ყველაფერი გაიგო. რა შუაშია 8 წელი სახარებას ვკითხო და გამოიდებენ ხოლმე თავს, რომ 30 წელია სახარებას ვკითხულობ და მე თეოლოგი ვარ და მაგ საკითხებზე მე არ მელაპარაკოთ, თქვენ რა იცით მაგის შესახებ? თავში ავარდნილი ამპარტავანი ტიპები რა. აი. ხო და თუ გინდა ქრისტეს გაამარჯვებინებ და თუ გინდა იუდას, რა ვიცი, როგორც გინდა ისე ქენი, ეგ ნება შენია უკვე. შენი გადასაწყვეტია. კარგად მეგობრებო, აბაი. ჩაგიგდებთ ლინკს და შეგიძლიათ მოусმინოთ გუშინდელ საუბარს, ლევან პეტრიაშვილისა და ჩემს საუბარს, თავისი მუხლებითა და რა ქვია მაგას. წერილებით
თავებითა და მუხლებით, თავმუხლები, მუხლყრა და თავყრა, მუხლყრა იყო გუში. ხო და შეგიძლიათ მოისმინოთ, შეგიძლიათ განსაჯოთ, შეგიძლიათ ბოლომდე მოისმინოთ, წინასწარ აღელდებით, ბოლომდე მოისმინეთ და მერე გამოიტანეთ აზრი. კარგად.